სხეულის დისმორფია რო არის ესეთი ცნება რა, სადაც ადამიანს საკუთარი თავი რაღაცნაირად გარეგნულად არ მოწონს, როდესაც ამის საკმარისი მიზეზი შეიძლება არ ქონდეს. აი მაგალითად სხეულის დისმორფია ნაწილი არის ერთ-ერთი დაავადება ქალებში, რასაც ქვია ანორექსია ნევროზა. მაგალითად, როდესაც სულ ადამიანს, ანუ ქალებში არის ყველა უხშირესად, როდესაც გონიან სულ აქვს ჭარბი წონა, ცხიმი და არ იღებს საკვებს. ხო, და იკლებს და ყოველთვის ოღონდ ეს ჩვეულებრივი, ანუ ფსიქიატრიული აშლილობა არის, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა ჭირდება რა და ამას შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს ადამიანი რა, ის სულ რომ იჩვენება რომ ზედმეტი ცხიმია, ანუ ეს არის, ანუ გამრუდებული აღქმა საკუთარი იმიჯში სხეულს კურის ხო და აი მე კაცების მხარეს თითქოს მგონია რომ აი საპირისპირო მხარეს იგივე პრინციპი მუშაობს თავში, როდესაც კაცს გონია რომ აი სადღაცა აი კისრის რაღაცა ერთ უბანში აი ის კუნთი საკმარისად დიდი არ არის და მარტო თვითონ რო ხედავს და მე იწყება თან ამ სტეროიდების ჩართვაც ასე შემდეგ და ანუ იქ თითქოს იგივე უბანი მუშაობს ნიში რომ ის არასდროს არ არის მაგალითად ქალების შემთხვევაში საკმარისად გამხდარი და ეს არ არის საკმარისად დაკუნთული არასდროს. ეგ უკვე ძალიან ის არის უკიდურესობა. ხო, ძალიან უკიდურესობა, მაგრამ კმაყოფილება საკუთარი თავით თად კარგი არ არის, რომ სულ რაღაც მეტისკენ უნდა მიდიოდეს ადამიანი და ეხლა მე თუ დავდექი და ხო მე ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, რას ნიშნავს რომ უნდა გავჩერდე და ვსო დაგმაყოფილდი ამ ყველაფრით, ძალიან იშვიათი როა ეხლა მომწონს ეხლა როგორ ვარ და ეხლა ეს შევინარჩუნო რა, მოტივაცია და დისციპლინის პონაც მან ცოტა რთული არის. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცავს ადამიანი რომ განავითაროს საკუთარი თავი, იქნება ეს კუნთიც დაიქნება თუ წონაში კლება, მაგრამ არ უნდა გადავიდეს ავტოფურ. ხო, რაც ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ ამ ხალხის ბრალიც არ არის, ანუ ეს თავისთავად ხდება ისე რომ ადამიანი ვერც აცნობიერებს რომ ეგ მაგაში შედის. თუმცა რაც შეეხება ესე ვთქვათ მუდმივად განვითარების სურვილს, აი რა თქმა უნდა ამის სურვილი პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ ისიც არ უნდა, იმაშიც არ უნდა გადაიზარდოს, რასაც არ ვიცი ქართული შესატყვისი როგორია delayed gratifications, რასაც ეძახიან, აი არასდროს რო კმაყოფილი არ ხარ შენ თავით და სულ რო ეს კმაყოფილების შეგრძნება სულ რო ხელის გაწვენაზე არის და ვერასდროს რო ვერ იღებ რა. აი ამ სულიერ მდგომარეობაშიც არ უნდა დარჩანო. იმის შერგებაც უნდა იცოდე, რასაც მიაღწია და შენ არ ჩუნებას, იმიტომ რომ რაღაცა არ დაილევა ხო ეს უნდა იაზრებდე, ანუ იმას უნდა იაზრებდე, რომ რაღაც შედეგს მიაღწია, რა ძალიან კარგი არის, არ ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტში რომ მეტი არ გაქვს მიღწეული, ცუდია და რამე სულად აკეთებ. ანუ უნდა იაზრებდე, რომ რაღაცას მიაღწიე და ძალიან კარგია და უნდა გააგრძელო გზა კიდევ წინ.